რანაირად შეიძლება ხა მე დავეთანხმო ახლა აი ამათ ნათქვამს რომ ესე იგი თურმე ჩვენ არ იქა და რაღაცა პრობლემებში ვარ ჩავარნილები სოფელ მეღრეკი სადაც არ იყო გზა, არ იყო წყალი, არ იყო გაზი, არ იყო განათება. აი როში კიდევაც ჩვენი საკრებულოს ვიცით აი ევროპულ სოფელს აგავსო მეღრეკის უკი რანაირად უნდა დაეთანხმო ან შეადარო გორისა და ევროპის სოფლები ერთმანეთს. მოსახლეობას ეს უკვირს თორემ ქართული ოცნების წევრის გაოცებას, რაც იწვევს ეს თავად მოვისმინეთ. რეალობა კი ასეთია, გორის მუნიციპალიტეტის უამრავი სოფელი ამ მდგომარეობაშია. გზები დათხრილია, ორმოულებში გუბეებია, უამინდობის დროს კი გადაადგილება შეუძლებელია. სოფელ ქვახვრელში მოსახლეობა ამბობს, რომ არჩევნების წინ გზები მოხრეშეს, თუმცა უხარისხოდ. არ ვიცი, აი თქვენ თვითონ გამოიტანეთ დააყარეთ ხლეში და თქვენ თვითონ გამოიტანეთ ეს სოფელი ესე დღეში არ არის. ყველაფერი ალბათ გამოსწორდება, რა გითხრათ აბა. თქვენ ჩემზე კარგად იცით ყველაფერი, მე რა გითხრათ. რას გულისხმობთ, რა ვიცით ჩვენ უფრო. აი, დამანებეთ, მე არაფერი არ ვიცი. ხედავთ კადრში თუ რა მდგომარეობაშია სოფლის ცენტრი, შესაბამისად ქართულ ოცნებას 7 წელი არ იყო ხელისუფლებაში ყოფნისთვის, რომ ელემენტარული პრობლემა მოეწესრიგებინა და უბრალოდ შიდა საუბრო გზები ასეთ მდგომარეობაში აღარ იყოს. ფაქტიურად აქ წვიმის პერიოდში გადაადგილება შეუძლებელია და მეტის აი ამ გზაზე ეს გზა უნდა გაიაროს ბავშვებმა, რომ მივიდნენ სკოლაში და უბრალოდ წარმოუდგენელია მათი მარტო გაშვება. ამას ემატება ისიც, რომ აქ დაყარეს ხრეში, მაგრამ ისევ ამ მდგომარეობაშია ეს გზები. შესაბამისად, ქართულმა ოცნებამ თვალის ასახვევად გააკეთა ეს ყველაფერი და არა იმისთვის, რომ რეალური პრობლემები მოეწესრიგებინა. ეს არის შესანიშნავი მე-7 წელი ქართული ოცნების, სადაც ისევ და ისევ ელემენტარული პრობლემებიც კი მოუგვარებელია იმ ფონზე, როდესაც ზუსტად 2018 წლის ბოლოს გორის მერიამ 180,000-ის პრემია აიღო და მე მაინტერესებს რის საფუძველზე აიღეს ამ ადამიანებმა პრემია, რა მოაწესრიგა. ეს სოფელი შინდისი ადგილობრივები ამბობენ, რომ ერთ-ერთ ბიზნესმენს წინა საარჩევნოდ გზების მოხრეშვა დაავალეს. ხრეში მოიტანეს, თუმცა არჩევნების შემდეგ აღარც ბიზნესმენი უნახავს ვინმეს და არც ხრეში გაშალეს. აღნიშნულ პრობლემაზე გასარკვევად გორის მერიას მივმართეთ, სადაც განაცხადეს, რომ ყველა სოფელში ეტაპობრივად მოხდება გზების მოპირკეთება. მოიტანა ვიღაც კერძო პიროვნება შემოიტანა ერთი და იქ თავი მოხრეშა მეუბანი თვითონ თავისუფლად თვითონ გააკეთა. ეხლაც არის მოტანილი ვიცი დაყრილი აქვს და ელოდებიან ამიდების გამოსვლას, რომ ამიდები გამოვიდეს და შემდეგ დაიწყება ამის გაშლა. რა შეეხება ქვახვრელში გეტყვით, რომ ტენდერი გამოცხადებული აქვს და დასრულდება ამ თვის ბოლოს და დავიწყებთ ამ სამუშაოებს მოხრიგზების მოხრეში. გასულ წელს დაახლოებით 700,000 ლარი იყო გამოყოფილი, 700,000-ზე მეტი თუ ავწდები გამოყოფილი თუ ზუსტად მახსოვს გზების მოლაპატრონობაზე და აბსოლუტურად გორის რაიონში და თვითონ ქალაქში ორმოულების და გზების მოხრეშობის მიდიოდა სამუშაოების სრულდებაზე. ანალოგიური გაგრძელდება წელსაც. მსგავსი პრობლემებია გორის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელში. უამინდობის დროს როგორც ფეხით ისე ტრანსპორტით გავლა თითქმის შეუძლებელია.